მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ფაქტი. მე ამ გადაცემის წამყვანი ნინო ჩიფჩური ვარ. დღეს უნდა ავისაუბროთ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ქართული ოცნების მიერ გაცემულ დაპირებებზე და განვიხილოთ რა შესრულდა, რა არ შესრულდა და რამდენად მიზანშეწონილი იყო ის პრიორიტეტები, რაც იმ პერიოდში დაისახა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს და რა ვითარება მივიღეთ უკვე ამჟამინდელი თვითმმართველობის უფლებამოსილების ამოწურვამდე. ლეილა ლობჟანიძე მუშაობდა თემაზე, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად სტუდიაში იმყოფება. ლეილა, მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და განვიხილავთ მოქალაქეებისთვის საინტერესო საკითხებს. მე ასე ვფიქრობ, იმიტომ რომ როდესაც გადიან ხოლმე შეხვედრებზე საარჩევნო კამპანიის დროს, ხშირ შემთხვევაში გაიცემა დაპირებები, მაგრამ იმ დაპირებების შესრულება არ შესრულების საკითხი უკვე არ არის განხილვის თემა რიგითი ადამიანებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწორედ ამ დაპირებების ფონზე, შეიძლება ამ დაპირებების შესრულების მოლოდინში ირჩევდნენ ქართულ ოცნებას. მოგესალმებით, დიახ, სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ყოველთვის ვადევნებდით თვალს აი ამ წინასაარჩევნო დაპირებებს, ნეოტივის გუნდი, ახლაც მათ შორის, აი ამ პერიოდშიც. კი, ძირითადად ხოლმე, რა თქმა უნდა, საარჩევნო დაპირებებით იწონებენ თავს, თუმცა დღემდე საარჩევნო დაპირება რაღაც ცრუ დაპირებებად აღიქმება მოსახლეობაში, იმ შედეგების გათვალისწინებით, ხო, რამდენად ასრულებენ და არ ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ. ამასთან ერთად კი ბატონო ქართული ოცნების მიერ 2021 წელს გამოქვეყნდა და გავრცელდა პროგრამა ნაბეჭდის სახით, რომელიც შემოვინახეთ და ველოდებოდით დასრულებულიყო ამჟამინდელი თვითმმართველობის ვადა და შემდეგ შევემოწმებინა რა შესრულდა, რა არ შესრულდა. რა ეწერა ძირითადად ამ დოკუმენტში და სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ნეოტივიჯიზე, უკვე რა საკითხები არის წინ წამოწეული. კი ბატონო, და აქ მკითხველს საშუალება აქვს, რომ ეს დაპირებები ვრცლად ნახოს, მიბმული აქვს ფაილი. სანამ უშუალო დაპირებებზე გადავალ, აქვე ვიტყვი, რომ ხშირად ხოლმე, როდესაც გასცემენ ამ დაპირებებს წინასაარჩევნოდ, არის ისეთი, რომლებიც არ არის ხოლმე მათი კომპეტენცია, ან არის უბრალოდ შეუძლებელია მისი შესრულება და რაღაცა ესე გადაჭარბებული არის ხოლმე მათი დაპირებები. გარდა ამისა, მე მახსენდება ძალიან რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წინასაარჩევნოდ, მაშინ როდესაც კამპანია უკვე დაწყებული არის, ცვლილებებით შესულა ბიუჯეტში და სწორედ მაშინ დაუწყიათ ახალი პროექტის განხორციელება, რაც თავისთავად ხოლმე მე აღიქმება მომრჩევლის მოსყიდვად. გარდა ამისა, ძირითადად, როდესაც იგეგმება ეს პროექტები, ისე იგეგმება, რომ სწორედ დასრულდეს არჩევნების პერიოდში, რაც ცდილობენ ცხადია მომრჩევლის გულის მოგებას და ძირითადად ასე არის ხოლმე და ბოლო პერიოდში იწყება მე აქტიური მუშაობა, როდესაც არის უკვე მოახლოება. ვიდრე მოახლოვდება უშუალოდ ეს პერიოდი, როდესაც მათი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, მანამდე რა გამოიკვეთა, ძირითადად რა სფეროებს ეხებოდა მათი დაპირებები, რაც გაიცა 2021 წელს, რა მოლოდინები ჰქონდა გულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, როდესაც არჩევანს აკეთებდნენ, თუნდაც მათზე და ხელისუფლება, რომელიც გურში საქმიანობდა 2021 წლიდან ამ დრომდე, რა გაკეთდა აი ამ დაპირებების პარალელურად. ხო, პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო ძალიან ვრცელი ჩამონათვალი და ასე ვთქვათ, სწორედ ამით იწონებდნენ თავს. სოციალურ-ეკონომიკური საკითხები იყო და საქმეების ხელშეწყობა, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. ძირითადად პირველი პრობლემა, რაც სახელდება, არის ხოლმე ისევ ინფრასტრუქტურა, მათ შორის სოფლებში მისასვლელი გზა და შიდა სოფლის გზები და ასევე ქალაქის კეთილმოწყობაც, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის მხრივ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დასრულდა ძალიან ბევრი გზის რეაბილიტაცია, სოფლამდე მისასვლელი გზაც, თუმცა შიდა გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დღემდე ნომერ პირველ პრობლემად სახელდება, განსაკუთრებით სოფლებში, იმიტომ რომ მოსახლეობა, რომელთანაც გვაქვს კომუნიკაცია, პირველი აი ამ საკითხს ასახელებს. არის ისეთი სოფლები და ისეთი ადგილები, სადაც არა მხოლოდ ტაქსი, არამედ სასწრაფოს გამოსახებაც კი უჭირთ ადგილობრივებს და ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის განსაკუთრებით ზამთარში და ასე შემდეგ. სამართოაბრებიც არ არის ხშირად ყველგან. ესეც ერთ-ერთი პრობლემა არის, კი ბატონო, იმიტომ რომ მისამართის გარეშე სოფელში რთული არის კონკრეტულ ადგილას მისვლა. ცხადი არის, აქაც შეიძლება ითქვას, რომ კი შესრულდა, დასრულდა გორშიც ბევრი ქუჩის რეაბილიტაციაც, თუმცა ნაწილი დაწყებულია, აი ამას მინდა ხაზი გავუსვა.
ნაწილი მიმდინარე არის და რომელიც ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ დასრულდება როგორც ჩანს ამ ეტაპზე. და აქვე ანუ ხელოვნურად იყო ზოგიერთ შემთხვევაში ხელშეკრულების ვადები გადავადებული, ანუ გახანგრძლივებული და ეს ალბათ იმაზე მიანიშნებს, რომ იმ დათქმულ პერიოდში კონკრეტული სამუშაო ვერ შესრულდა. კი ბატონო, ასეთი შემთხვევებიც გვახსენდება და გარკვეულწილად რომ შევაჯამოთ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი საერთოდ არ დაწყებულა, ზოგიერთი დაპირება, ანუ რაც ეხებოდა ინფრასტრუქტურას, ნაწილი ნაწილი დასრულდა, თუმცა ნაწილი მიმდინარეობს და ჩვენ ასევე დავითვალეთ სხვა კვლევის ფარგლებში შეუსრულებელი ხელშეკრულებების რაოდენობა აი ამ პერიოდში 2022 წლიდან დღემდე 48-ს გადააჭარბა და 48 შეუსრულებელი ხელშეკრულება ნიშნავს, რომ ამ ოდენობის სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ თავის დროზე არ დაწყებულა, ეს გარკვეულწილად ზარალსაც ნიშნავს მუნიციპალიტეტისთვის და იმ თანხების დაბრუნების პროცესი უნდა განხორციელებულიყო, რაც გაიცა მათ მიერვე შერჩეულ ტენდერით შერჩეულ კომპანიებზე. ასევე წყალმომარაგების საკითხი იყო ერთ-ერთი დაპირება 2021 წელს, როგორც თვითონ უწერიათ, რომ სოფლებში წყალმომარაგების პრობლემები მოგვარდებოდა აი ამ ვადაში 2025 წლამდე, რა ვითარება მივიღეთ. ხო, 11 ახლა ვკითხულობ აქ რომ ციფრები არ შემეშალოს, 11 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა გაახორციელებულიყო ამ მიმართულებით. კი, ბევრ სოფელში საოკუპაციო ხასთანაც და ისე რამდენიმე სოფელი მახსენდება ტყვიავი, მიმდებარე სოფლები. კი, წედიში არ არის როგორც ვიცი ახლა დასრულებული, ტყვიავში დასრულდა და კიდევ რამდენიმე სოფელში არის 24 საათიანი წყალმომარაგება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისე არის სასმელი წყალი და არა მხოლოდ სარწყავი წყლის პრობლემაც არის მწვავედ, ანუ ამ მიმართულებითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ კი ნაწილობრივ შესრულდა, თუმცა იმ დაპირებებიდან რომელ ნაწილობრივ საერთოდ არ დაწყებულა ზოგიერთ სოფელში. არა და 2021 წელს გვპირდებოდნენ, რომ ყველა სოფელში მოგვარებული იქნებოდა უკვე 2025 წლისთვის ეს პრობლემა. ამ შემთხვევაშიც ისე ვიკვეთება წყალმომარაგების პრობლემა, სარწყავიც და სასმელი წყლისაც. აი დაპირებებში უწერიათ კიდევ ერთი საკითხი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ხელმისაწვდომობა 9000 ოჯახს ექნებოდა. და 46 დასახლებული პუნქტი უნდა ყოფილიყო ამ შემთხვევაში, თუმცა ახლა გვაქვს სურათი, რომ 18 მათგანში დასრულდა მხოლოდ. ნაწილობრივ ამოქმედა, მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ და 46 დასახლებული პუნქტისა ამ ეტაპზე არის 18 მათგანში და ესეც ჩვენ ვიცით, რომ ამ ეპოქაში მნიშვნელოვანი არის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, თუმცა ესეც დღემდე სერიოზულ პრობლემად გამოწვევად შეყვანს. ლელა, იცი რა მინდა უფრო მეტად ვუთხრათ მაყურებელს, სოფლის მეურნეობის სფეროში 2021 წელს, როდესაც კანდიდატები მიხვდებოდნენ მოქალაქეებს, ქართული ოცნების მხრიდან იყო დაპირება იმ პროექტების განხორციელებაზე და მხარდაჭერაზე რეალურად, რასაც ევროკავშირი აფინანსებდა. ასევე იყო დაპირება, რომ აგროსისტემაში უფრო ნაკლები პრობლემა ექნებოდათ მათი მუშაობის პერიოდში და საერთოდაც ეს სარწყავი წყალი და კიდევ სხვა საკითხები, რაც უკავშირდება სოფლის მეურნეობას, მოგვარდებოდა. სოფლის მეურნეობა ეს ერთ-ერთი აქტუალური თემა იყო, რომ აი სიტყვის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის დაპირება იყო გაცემული, რომ აი ეს სისტემა დამონტაჟდებოდა და მათ მსგავსი პრობლემები აღარ შეექმნებოდათ. ხო, როგორც ახსენე, მოკლედ სარწყავი წყალი დღემდე ისევ პრობლემაა მიმართულებით, რაც შეეხება სიტყვის საწინააღმდეგო სისტემების დამონტაჟებას. ამ საკითხზე ახლა როგორც ირკვევა მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა 2024 წლისთვის უნდა ყოფილიყო დასრულებული, მაგრამ არ განხორციელდა ფაქტობრივად და შეიძლება ითქვას, რომ პროცესი ისევ მიმდინარეობს, დაგეგმვის ეტაპზეა და 2026 წლამდე არის განაწილებული. ანუ ამ მიმართულებითაც და ბოლოსკენ ტურიზმზეც რო გვითხრა, გორი ვიცით რომ გამორჩეული არის სტუმრიანობით სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების ვიზიტით, თუმცა იყო დაპირება, რომ გაიზრდებოდა საქართველოში მთლიანად 10 მილიონამდე ტურისტი და აქედან დიდი ნაწილი გორზე მოვიდოდა და აქედანვე იყო დაპირება, რომ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შემოსავლები გაიზრდება ადგილობრივ ბიუჯეტში, თუმცა როგორც ვიცით, მუზეუმებიდან აღებული თანხა გორის ბიუჯეტში
არ მიდის და ეს მიდის პირდაპირ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც ერთგვარი რაღაც სატყუარასავით არის მოქალაქეებისთვის, როდესაც მიდიან რომ აი ესე მიხედილია და აქვე ევროკავშირის მხარდაჭერით გაკეთდა ზუსტად ეს როგორც მახსოვს საპარკინგი ადგილებით, საპიკნიკი ადგილებით. და მათ შორის სოფლის მეურნეობაშიც უკვე კი ვისაუბრეთ, თუმცა ამ მართლაც კი, ძალიან ბევრი ხო, ისეთი პროექტი არის, რომელიც გონია მოქალაქეს რომ ეს ხელისუფლებამ გააკეთა, მაგრამ მას არ ეუბნებიან რომ ხო, ზოგადად ეს არის, იმიტომ რომ თვითონ იწონებენ ხოლმე მე გახსნით ამ პროექტის თავს და იქ არავინ არ ეუბნება იმათ მოსახლეობას რომ ეს ჩვენ კი არა მათი დახმარებით გავაკეთებთ. ძალიან საინტერესო თუ კი ტურიზმის განვითარებას პირდებოდნენ საკუთარი ხარჯებით ქონდათ ამის მოლოდინი თუ მაშინ როდესაც უკვე ევროკავშირის დისკრედიტაციას ახდენენ და პროექტების საქართველოში განხორციელებას უკრძალავენ, რის იმედად პირდებოდნენ ადამიანებს აი ამ სფეროს განვითარებას. ხო, თუმცა შენც ახსენე რომ ტურისტები ნამდვილად სიმრავლით გამოირჩეოდა, მათ შორის გორის მუნიციპალიტეტი და ძალიან ბევრი ვიზიტორი იყო მათში, უმეტეს უცხოელი, თუმცა მათ გეგმაში იყო, თქვათ, სამი სამართო აბრების, რომელიც ისევ ყველგან არ არის, საპიკნიკე ზონები, ტურისტული ცენტრების მოწყობა, კი, მოეწყო რამდენიმე იყო ტურისტული ცენტრებიც, ზოგიერთ ადგილზე სამართო აბრებიც, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ტურისტული ჰაბის პოტენციალი სრულად ვერ იქნა გამოყენებული და ვერ დაემატა რაღაცა მსხვილი ტურისტული ობიექტი გორის მუნიციპალიტეტს, მოკლედ ასე შეიძლება ითქვას. და რომ შევაჯამოთ აი ეს ძირითადი სფეროები, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და რეალობა რა გვაქვს, რა გამოიკოთა ამ კვლევის შედეგად, რომელიც NeoTV-ზე შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს უფრო ცლად ნახონ, ასევე კვლევაც არის თანდართული ამ სტატიასთან. ხო, როგორც მოლოდინი აქვს ხოლმე მოსახლეობას წინა საარჩევნო პერიოდში პროექტებზე მოკლედ დემონსტრირებას ახდენს ამის რომ აი ჩვენ ამას გავაკეთებთ ასეთაც ცდილობს ამით ხო ამ მრჩეველზე გავლენის მოხდენას რომ კონდეთ პოლიტიკური მხარდაჭერა მათ მაშინ როდესაც წლები გადის და ეს დაპირებები შეუსრულებელი რჩება ნაწილი შეიძლება ითქვას დასკვნის სახით რომ საერთოდ არ არის დაწყებული იმ დაპირებიდან არავის გახსენებია 4 წლის განმავლობაში და რომ შევაჯამოთ ამ პერიოდში ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი დაპირებები გასცა, რომელთა ნაწილი შეცვლილდა, ნაწილი მიმდინარეობს, ნაწილი არის მოკლედ ნაწილი შესრულება გადავადებული არის. მოკლედ ინფრასტრუქტურული პროექტები გრაფიკის მუდმივი გადაცილებით ხორციელდებოდა. აქვე მყავს მოყვანილი ფაქტები და წავიკითხავ რომ არ გამორჩეს. სოფლის მეურნეობის სერვისების დაგვიანება იკვეთება. დასაქმების და ეკონომიკური დივერსიფიკაციის დაბალი დონე გვაქვს ძალიან და ტურიზმის პოტენციალის შეუსრულებელი გამოყენება. ეს არის დღევანდელი და მათი დაპირება. ძალიან საინტერესოა და ჩვენ აქ კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ მოვითხოვეთ ამ კონკრეტულ საკითხებზე პასუხები, რატომ დაგვიანდა კონკრეტული პროექტი, რატომ ვერ შესრულდა იმ ვადებში, რაც იყო განსაზღვრული, რა ზარალი განიცადა მუნიციპალიტეტმა, როდესაც ერთი და იმავე კომპანიას უფორმებს ხელშეკრულებას, ხშირ შემთხვევაში ის კომპანია დაგვიანებით ან საერთოდ არ ასრულებს იმ დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა მინდა უთხრა მაყურებელს, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს ამ კითხვებზე პასუხები. ყოველ შემთხვევაში ჩვენამდე ამ პასუხებს არ მოუღწევია. 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ვითხოვთ საჯარო ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან, თუმცა მათ მხოლოდ მოიწერეს ის, რომ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი მიღებულია. არადა 10 დღის ვადა ჰქონდათ იმისთვის, რომ ამ ყველაფერზე პასუხები გაეცათ. ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მოვისმინოთ მათი პასუხები ამ გამოვლენილ ხარვეზებზე და იმასთან დაკავშირებით თუ რატომ ვერ შესრულდა ის საკითხები და ის დაპირებები, რაც გაიცა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე და საინტერესოა რას უპასუხებენ ახლა მოქალაქეებს, რომლებიც სწორედ ამ მოლოდინით ხვდებოდნენ მათ საქმიანობას, რომელიც დაიწყეს 2021 წლის დასასრულისკენ. ეს იყო გადაცემა ფაქტი, ჩვენი სტუმარი იყო ლელა ლობჟანიძე. მომდევნო გადაცემაში ჩვენ ისევ საინტერესო თემებით დავბრუნდებით. ნახვამდის.